ხო, აი ჩაწერა ჩაირთო. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ სულ ვინც მოიცალეთ და შემოხვედეთ, ეს ჩვენ ერთად ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ვიდეოები შეიქმნას და დაიდოს და უწყვეტად გრძელდებოდეს. ჯერჯერობით ესე გადავწყვიტეთ, რომ აწი შევხვდებით, ესე იგი ერთმანეთსაგან გავყოფთ, რომ რაღაც უკმაყოფილების გზნობა არ იყოს და დროის სიმცირე არ იყოს, ესეც 1 საათიანი შეხვედრები არის. ესე იგი ხუთშაბათს იქნება ხოლმე გარკვეულ საინტერესო საკითხებზე თანამედროვე მეცნიერების ფიზიკა იქნება, ქიმია, ბიოლოგია და STEM სწავლების პრობლემებზე საუბარი, პრეზენტაცია ან ვიდეო. აი მაგალითად ახლა წინა ხუთშაბათ ჩვენ ვიყავით ესეთ შეხვედრაზე, ესეთი ერთ-ერთი პროგრამა დასრულდა და იქაც იყო დღეს მართალია 30 სკოლა იყო წარმოდგენილი, მაგრამ მოკლედ აი გავრცელების ეტაპზე ვართ აი ამ STEM სწავლების პრინციპების. ამიტომაც გაგვიცდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ გავყოთ და მოკლედ ესე იგი სამშაბათს მე გავუყვები აი ამ ელექტროინჟინერიის საფუძვლებს, იმიტომ ეძახით, რომ ეს ნამდვილად საფუძვლები არის, მაგრამ ამით იწყებენ კლუბები მუშაობას, ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია შემოვიდეს და დაიწყოს ესე იგი მუშაობა. მე ახლა გავაზიარებ ჩემ ეკრანს და მოდით შევუყვეთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე. სხვათა შორის კიდევ ერთხელ ეს რამესაც ვიტყვი, რომ თუ რაღაცნაირად თანდათანობით ნაწილი მსურველების მოახერხებს, რომ შეიძინოს ეს კომპონენტები და აი როდესაც ეს შეხვედრა გვაქვს ჩვენ პარალელურადაც იმუშაოს, ხო, თავის იმ, რა ვიცი, ოთახში თუ აუდიტორ, სადაც მუშაობთ რა. კარგი იქნება ამ თვალსაზრისით. აქვე ვიტყვი სხვათა შორის ერთ შეთავაზებას, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს შეგვიძლია სხვათა შორის დაინტერესებულ STEM კლუბებთანაც გავაკეთებთ. ანუ ავიღოთ რაღაცა სხვა დრო და ინდივიდუალურად ჩავინიშნოთ შეხვედრა და მაგალითად ბავშვებმა თავის აუდიტორიაში კლუბში იმუშაონ და ჩვენ კიდე აი აქედან შემოგვიერთდეთ და ესე ვაჩვენოთ როგორ გადავწყვეტ სხვადასხვა ინჟინერული ესე იგი პრობლემები. მოკლედ მაშინ აი ამ მცირედი ესე იგი შესავალის შემდეგ მე ახლა გადავალ სხვა კამერაზე. ხო, ესე იგი რა ქვია, უკაცრავად. ხო, გადავალ სხვა კამერაზე, რომ გამოჩნდეს ჩემი წე, აი რა ვიცი, დავაყენე. აი თქვენ ხედავთ ბოლოში ჩვენ გავჩერდით სწორედ ესეთ პატარა ელემენტზე, ანუ წედზე დავიწყეთ ლაპარაკი და ჩვენ შევძელით, რომ აი შეგახსენებთ, რომ აი ხა მე თქვენ წინაშე გავაკეთებ უკაცრავად, ესე იგი რომ მოქმედებ ხელი ფარავს, მე შევაერთებ ესე იგი აი ამ ლიანდაგზე სამუშაო დაფის დენს, ხო? 2 ბატარეა არის და ამ შეერთების შედეგად ჩემი აი ეს ცისფერი ნატურა აინთება. ამოდი რომ შეგახსენებთ, რომ პირველად ჩვენ ნატურა განვალადეთ ლიანდაგზე და ესეც მნიშვნელოვანი არის. სპეციალურად შეგახსენებთ, რომ ლურჯ ნატურასთან მუშაობთ, იმიტომ რომ ის 3 ვოლტზე უფრო მეტ საჭიროებს და შესაბამისად არ არის საშიშროება, რომ გადაიწვას, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ მე წითელი ნატურა მოვამზადე, ეს უკვე ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება. ასევე ლიანდაგიდან გადავიყვანეთ უკვე შიდა სივრცეზე სამუშაო დაფის და შესაბამისად გამოვიყენეთ 2 მავთული, რომ დენი, რომელიც გადის აი ამ ლიანდაგში ყველგან, გადმოგვეტანა უკვე სამუშაო სივრცეში, სადაც ასევე შეგახსენებთ, რომ დენი გადის აი ესე პირობითად ეს თუ ჰორიზონტალური არის პერპენდიკულარულად. ასევე აქ არის ნუმერაცია გამოყენებული, რომელიც თქვენ შეგიძლიათ უფრო სიზუსტისათვის ბავშვებს როგორც ჭადრაკში უთხრათ, რომელ წერტილში სვავთ, ხო? აი დაფის აი ამ ადგილას, სადაც ახლა თირს ვაკეთებ, აქ არის 1-დან 5-მდე ციფრები დატანილი და უბრალოდ აქ არის ასოები დადაწერილი A, B, C, D, მაპატიეთ და ციფრები არის დატანილი აი ამ ხაზზე, ასე რომ სიზუსტე შესრულების და გამეორების ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვინაიდან მეთოდური საკითხით, ესე იგი, აქ საუბრობთ, მე მინდა კოლეგებო შეგახსენოთ, რომ ერთ-ერთი რასაც მასწავლებლები პროფესიული განვითარების დროს სწავლობენ, ეს არის ამას ჩავხსნით ცოტა ხანი, ესე იგი, ეს არის ბლუმის ტაქსონომია, შეგახსენებთ, ხო, სააზროვნო დონეების და აი მაგალითად ერთ-ერთი განსაკუთრებით ფსიქომოტორული მიმართულების ერთ-ერთი მიზანი არის, როდესაც მასწავლებელი მუშაობს იმიტაციის დონეზე, ხო?
მასწავლებელი აკეთებს, ბავშვები იმეორებენ. ფაქტიურად ეხლა მე ამ მეთოდს ვიყენებ იმიტაციის დონეს და პირველ რიგში, იმიტომ რომ აი ეს კომპლექსი რაღაცა რომ ეს მარტო ფიზიკის მასწავლებლებს ეხებათ და ვისაც რაღაც ელექტროობაში გარკვეული არის, აქ მარტო ის შეძლებს, ეს დავარღვიო და რომ STEM-ი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის არის. ეხლა გავაგრძელოთ ესე იგი. შემდეგი ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მე გაჩვენებთ ერთ-ერთ ინტერაქტიულ პროგრამას, რომელიც ასევე რაღაც ეტაპზე აუცილებლად ბავშვებთან ერთად ღირს რომ განვიხილოთ და ჩვენთვისაც სხვადასხვა ღირს სასწავლო პროცესში, ეს არის წინაღობის გამოყენება, ხო? ვინაიდან ჩვენი დენი შემოდის, ესე იგი, სხვადასხვა სიმძლავრის, ხო? აი კაცობრიობამ გამოიგონა ეგეთი უცნაური რამ, აი ხა მე ხელში დავიჭერ, რომ გამოჩნდეს, რამდენი რატო არ აჩვენს, მოწოდე? ცოტა იგიანებს გამოსახულება, ამიტომ ხო, აი ხა მე მგონი გამოჩნდა, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული, ტრანზისტორები, რეზისტორები, უკვე წინაღობა არის რა. აი ეგეთი პატარა ხელსაწყოარი შვაში არის, მე როგორც მახსოვს, ნუ გზა ნახევარ გამტარია, ხო ეს წინაღობა. არა, რეზისტორი რისგან არის დამზადებული? ხო. რეზისტორი ნივთიერება, რომელიც დენს კარგად არ აკეთებს. ხო, ანუ თვითონ ცალკე ნივთიერება არის, რომელიც კერამიკული არის. ძირითადად კერამიკა ფენებული, რომელიც დენს ჩუდად აკეთებს. მაგრამ კი. და ნახეთ, აი მაგალითად წითელი ნატურა, ეხლა მე ლურჯს მოვხსნი და დამრჩება წითელი ნატურა. წითელი ნატურა მუშაობს სულ ვოლტ ნახევარზე. თქვენ ხედავთ, რომ აქ ჩვენ 3 ვოლტი გვაქვს, ხო? ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ წვედებს ვაკეთებთ, უკვე შემოვიტანოთ წინაღობა იმისათვის, რომ არ გადაიწვეს და შესაბამისი სიმძლავრის დენი გავუშვით. ეხლა რას ვაკეთებ? შეხედეთ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ, ესე იგი, ნატურას აქვს 2 ფეხი, ერთი არის გრძელი, მეორე არის მოკლე, ხო? გრძელში შეყვანილი ყავს პლუსი, აი ხა მე ჩავამაგრებ. ნახეთ, უფრო შორს ჩავამაგრე, აი ღარი, რომელშიც დენი არ გადის, იმის მეორე მხარეს ჩავამაგრე, ანუ მეორე ნაპირზე სამუშაო დაფის და სადაც არის პლუს ფეხი, ანუ გრძელი ფეხი, ხო? აი იქ მის გასწვრივ ჩავამაგრებ წინაღობას, ნახეთ? აი წინაღობა ეხა ჩავამაგრე, აი დავკვირდით და ცოტა შემოატრიალებ, რა არის ეს? მგონი ესე უფრო კარგად დაინახავთ. აი შეხედეთ, და ესე შემოატრიალებ და თქვენ ხედავთ, რომ ესე იგი დენი შემოვიდა პლუსი, გაიარა ეს ყვითელი მავთული, შემდეგ გადავიდა აი ამ წინაღობაში და შევიდა გრძელი ფეხით წითელ ნატურაში. ვინაიდან აი ამ არხში დენი არ გადის, ნახეთ, მე ვიღებ და მეორე სადენი გადმომყავს არხის მეორე მხარეს, მოკლე ფეხის გასწვრივ ვამაგრებ ნებისმიერ ნახვაში. შესაბამისად, ეხლა როდესაც მე ამაში გავიყვან 3 ვოლტიან დენს, ნახეთ, ჩვენი წითელი ნატურა არ გადაიწვება. აი მე ისევ წამის პირს ავაწვრილებ ცოტათი, კარგად ჩამაგდეს ნახრელში. და აი აქ შევიყვან დენს, ნახეთ. შევიყვან ეხლა დენი. და აი აინთო ჩემი წითელი ნატურა, შეხედეთ? შესაბამისად, ნატურა არ გადაიწვა, მან მიიღო ის რაოდენობა დენი, რომელიც შეესაბამება მის, ასე ვთქვათ, სიმძლავრეს და აი ამაში გამოვიყენეთ ჩვენ წინაღობა. წინაღობა საერთოდ კარგია, რომ და ესე იგი დამაგრდეს პირადად ესე ვმაროთ ხოლმე ამ ტერმინს ლიტერატურაში ესე არის, ესე იგი პლუს ფეხზე, ხო? პლუს ფეხზე რომ დამაგრდეს ეს ჩვენი წინაღობა. სხვათა შორის იგივე უკვე ხედავთ, რომ ნატურა ანათებს, ამიტომ ისევ გამოვთიშავ, ესე იგი წრედში შემდეგი ნაბიჯი გადავდგით, გამოვიყენეთ წინაღობა. ეხლა მე გავაზიარებ ჩემ ეკრანს, იმიტომ რომ პარალელურად რაღაცები მინდა რომ სხვა პროგრამაშიც ესე იგი ვნახოთ, უცრავად. თქვენ გავაზიარე ხა ნაკრები. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ, რომ არის ესეთი პროგრამა Tinkercad-ი. აი ეგ არის კაცო. არის ესეთი პროგრამა Tinkercad-ი, ნახეთ, სადაც მე შემიძლია გავიმეორო ეს მოქმედებები, აი ხა, ნახეთ, შექმნას ვაჭერ ხელს, ინგლისურად create, წრედებში გადავდივარ,
ცოტა სხვა რაღაცები არის, მაგაზე კიდე სხვა ის გავესწრებით და აი ჩვენ წინაშე გამოვა სამუშაო დაფა, ხო? სადაც თუმე გადავიტან აი ამ ჩემ დაფას პირობითად, რომელზეც ახლა ფორმად მუშაობდი, ხო? აი გამოდის წითელი ნატურა და თქვენ ხედავთ, რომ აქ ძელი ფეხი უფრო მოღუნული სახით არის ასახული, მოკლე ფეხი იმით, ეს არის კათოდი, სადაც მინუსიანი დამიწება ხდება, ეს არის ანოდი, სადაც პლუსი არის. ასე რომ აი ამ ფეხზე არის ეს მინდოდა და მეჩვენა და აი ესე აქ ჩავამაგრე მე მეორე მხარეს. შესაბამისად მე ამასთან მოვიყვანე ესე იგი და შემოვატრიალოთ, ესე დავინახოთ. ამაზე ხო, აი ეს შემოვატრიალე და შესაბამისად წინაღობა მოვიყვანე აი ამ ფეხზე, ხო? და ნუ დანარჩენი მართულები ახლა ჩვეულებრივად განვაგრძელებ, ხო? მე არ დავიწყებ ამ შემთხვევაში აქ ერთი ნატურა შევიდა აი ამ თითო ფეხში და ეგრეთ წოდებული წითელი ნატურა მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში არ დაგვეზაროს და დავინახოთ, ხოლო მეორე ფეხში შემოვიდა დამიწება. მეც ამაზე დროს უფრო არ დავხარჯავ, ხო? აი ესეთი რაღაცა სისტემა მივიღეთ. კი ბატონო. დავუბრუნდეთ ჩვენ სამუშაო სივრცეს. შემდეგი ელემენტი, რომელიც ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოვიტანოთ, მინდა გითხრათ, ეს არის ღილაკი. აი აგერ დავდებ ღილაკს, ხო? ეს არის ღილაკი. ღილაკი გვაძლევს ჩვენ საშუალებას ჩვენ გემოზე, როცა გვინდა შევიყვანოთ თენი და მივცეთ ბრძანება რომ რაღაცა ამუშავდეს, როცა გვინდა არ იმუშაოს ამ სულ ყველაფერმა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ღილაკს, რომელსაც დაჭერით ღილაკის თავი არ ჩერდება ერთ ადგილას ჩართვა. თითი უნდა მეჭიროს და ისე უნდა ჩავთო და რო ავუშვებ უკვე ამ შემთხვევაში გაწყდება, ესე იგი ჩვენი წრედი. არსებობს ისეთი ღილაკებიც, რომელსაც თითს რო დავაჭერთ, რომ მოვაშორებთ, ის მაინც დაჭერებულია. ტიპიური ღილაკი, რომელსაც ნატურას მაგალითად ვანთებ. მაგრამ ეს ღილაკები მნიშვნელოვანია. თორემ ეს მინდა შეგახსენოთ, რომ აი კლავიატურა რომ მოჩანს, კლავიატურის ღილაკები სწორედ ესეთია. ისინი ყველა უბრუნდებიან თავის ადგილს და მხოლოდ თითი როცა არის დაჭერილი, მაშინ მოქმედება. ასე რომ აი ესეთი ღილაკი შემოგვაქვს. მოით ახლა დავათვალიეროთ ეს ღილაკი. ხო, ნახეთ, ამ ღილაკს აქვს 4 ფეხი, აი მე მგონი მოჩანს, ხო? და ჩვენ ახლა აი ამ ღილაკს ჩავსვავთ ამ წრეში და ჩვენი მიზანი არის, რომ ნატურა აინთეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ეს გვინდა, ხო? ანუ ვაკონტროლოთ პროცესები. ფოთაშორის მინდა გითხრათ, რომ ღილაკის გამოყენების პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა რომ გაიაზრონ, იმიტომ რომ რობოტების თუ სხვა უფრო სერიოზული ტექნიკის მართვა სწორედ აი ამ თითქოს ერთი პატარა უნიშნელოვანი, ესე იგი დეტალით, ანუ ღილაკით ხორციელდება, ხო? მოდით ახლა გავაკეთოთ, ნახეთ როგორ ვიზამთ ახლა ჩვენ აი ამ 4 ფეხიდან ჩვენ ესე იგი დენს შევიყვანთ ერთ-ერთ ფეხში, შემდეგ დიაგონალზე მივაერთებთ მეორეს, ისეთ შევამოწმებთ, ისეთ შევამოწმებთ და მივიღებთ გარკვეულ შედეგს. ახლა ნახეთ, ვიწყებ ესე იგი აი ამის გაკეთებას, ხო? ჩემ ღილაკს მე განვათავსებ ისე რომ ვინაიდან პატარა დაფა მაქვს სამუშაო, 2 ფეხი იყოს არხის ერთ მხარეს. 2 ფეხი იყოს არხის მეორე მხარეს. აი ხედავთ, ხო? ნახეთ. აი ესე დადგა. 2 ფეხი ერთ მხარეს არის, 2 ფეხი მეორე მხარეს. ეხლა რომ შევიყვანოთ ღილაკში დენი, მოდით წამოვიღოთ ჩვენ ჯერ პლუს დენი, ხო? ესე. და აი აქედან გიანდაგის პლუსიდან შემოვიყვანოთ ღილაკის ხა დავინახოთ, თქვენც დაინახოთ, ესე კარგად გავაკეთოთ. პლუს ფეხის გასწრება. აი ნახეთ, მე ჩავთე პლუს ფეხის გასწრება. ასვავს პატარა ალუმინის ფეხი გამოდის იმის გასწრება. ხოლო რაც შეეხება მეორე სადენს, აქედან გამოვიყვანა ესეთი დიაგონალური, აი ფორმით, ნახეთ, დიაგონალური ფორმით და აი აქ წინაღობის წინ შევაერთებ, ხო? ანუ ჩვენ დენი შევიდა ამ წრეში, გაიარა ღილაკი, გადავიდა შემდეგ უკვე მაშინ რა ქვია, წინაღობაში შევიდა ნატურაში და შესაბამისად ჩვენ ახლა კიდე ერთი დამატებითი სადენი გვჭირდება, მოდი მწვანე ფერის სადენი ავიღოთ, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ წრედი შევკრათ, ანუ დამიწება ამოვიღოთ აქედან და დავამიწოთ ჩვეულებრივ აგერ არის
დამიწების ლიანდაგზე. ასე ფორმა მივიღეთ, ხო შევხედეთ. მოგვიდით, როგორ არის სპორტი გაკეთებული. ეხლა წრეც ვაერთებ, დერმა გაიაროს და აბა ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. ნატურა არ ინთება. დავაჭირე ღილაკს და ხედავ თქვენ რომ ნატურა აინთება. თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვები როგორ ხალისობენ აი ამ ბავშვები კი არა დიდი ადამიანები ვინც ამას პირველად აკეთებენ რა. ხო, რამე. ფოტოშოპის იმ წუთასვე ჩდება კითხვა რომ რატომ ანდამაის დიაგონალს, ხო? აი მოდი რა შევაერთოთ პირდაპირ რომელიც არის იქითა ფერს. ხო მოდი აბა ვნახოთ რა მოხდება. აი შევაერთე პირდაპირ იქითა ფერს და ნახეთ რა ხდება, ღილაკი არ მუშაობს. ანუ პირდაპირ გაიარა ღილაკში დერმა და ნატურა უკვე ანთებულია. შესაბამისად ესე არ გამოგდის, ფოტოშოპის ესეც ცდილობა არის, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს. მოდი ხა სხვანაირად ვცადოთ. ეხლა მოდით ვცადოთ რომ ღილაკში დენი გავიყვანოთ, აგერ გვერდზე რო აქვს ფეხი იქიდან, ხო? აბა აქ ნახოთ რა მოხდება. აი ამ შემთხვევაში ღილაკმა იმუშავა, არა დიაგონალზე, არამედ გვერდზე. გაიარა ღილაკში დენმა, ანუ შესაბამისად ჩვენი ნატურა მუშაობს. აი ეს არის ასე ვთქვათ ღილაკის მუშაობის პრინციპი. მე მინდა გაჩვენოთ რომ აი აქ გაშლილი მაქვს ჩვენი სახელმძღვანელო Arduino-ს პირველი ნაწილი. თქვენ ხედავთ რომ აქ არის პროექტები და ჩვენ რეკომენდაცია გავუწიეთ ამ წინს რომ ამ პროექტებით ხდებოდეს მუშაობა. აი შუქდიოდის მართვა ღილაკით, მოდით ნახოთ როგორ არის ეს აღწერილი. აქ დეტალურად არის გაწერილი ბევრი საინტერესო საკითხი. აქ გამოჩნდება. ამ შემთხვევაში ჯერ ჩვენ Arduino-ს არ ვიყენებთ, ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ წრეზე მუშაობთ. ხა რაც შეეხება აი აქ თქვენ ხედავთ რომ Arduino მაინც ჩართული არის, ხო? ეს ამ შემთხვევაში როგორც დენის წყარო ისე არის გამოყენებული Arduino და მეტი არაფერი. და აი აქ არის წრედები, აი თქვენ ხედავთ Arduino უბრალოდ ვინაიდან მაინც Arduino-ს უწრელებენ, ისე ვიცახით დენის წყაროც არის. ჩვენთვის კიდე პატარები არის გამოყენებული. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დენის წყაროს, აქ ბევრი საინტერესო რამ წერია ღილაკთან შედარებით შესახებ. თან ხედავთ რომ აქ საერთოდ ორი წინაღობა არის, ცოტა სხვანაირი წრედი არის შეკრული, მაგრამ ნუ საინტერესო არის. აი სადეთ ნახეთ. აი აქ ხატია ესეთი წრედი. რომ განვიხილოთ მაგალითად ეს წრედი, შეხედეთ როგორც მე ბატარეებიდან მაქვს ასე ვთქვათ აღებული დენი, ხო, აი შეხედეთ ჩემი ბატარეებიდან ორი სადენი შედის ლიანდაგზე და მერე უკვე ნაწილდება წრედში. სახელმძღვანელოში ეს სულ ყველაფერი ნახეთ Arduino-დან არის წამოღებული, მოდით კიდევ უფრო გავზარდოთ, აი სქემა უფრო კარგად გავინახოთ. აი ნახეთ 5 ვოლტი არის, აქ უფრო მეტიც არის, ჩემთან 3 ვოლტია შემოსულია ლიანდაგის პლუს ხაზზე, დამიწება მინუს ხაზზე და მერე უკვე ამაზე არის ეს სულ ყველაფერი აწყობილი. ასევე პროგრამული ნაწილიც არის შემოტანილი, მაგრამ ეს ჩვენ არ და ჩვენ ცოტა უფრო მარტივი შემოგთავაზებთ. ამაზე მერე ასე ვთქვათ უფრო დავილაპარაკოთ Arduino-სთან დაკავშირებით. ეხლა რა მინდა რომ გაჩვენოთ, ნახეთ, ხო თითქოს რაღაცა მარტივი რაღაც გავაკეთეთ და წრედი, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ბავშვები ხვდებიან რა პროცესები მიდის აი ამ მარტივი სქემის უკან. ამისათვის დღეს შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა იცის, მაგრამ ვფიქრობ ნაწილი შეიძლება ისეთიც იყოს, ვინც არ იცის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ეგეთი ძალიან კარგი დამხმარე საშუალება. კერძოდ აი ესეთი ვებ გვერდი, ეს არის ეგრეთ წოდებული PET Colorado, ანუ კოლორადოს უნივერსიტეტის გვერდი, რომელიც უფასო არის, თავისუფალ ხომაში არის. ნაწილობრივ გაქართულება შეიძლება მისი, აი ნახეთ, მე ჩამოვალ ახლა ქვემოთ და გაჩვენებთ, მას აქვს ენის ცვლილების ოფცია. აი შევცვლი ქართული, აი ქართული მიპოვე. შევცვლი ასე ვთქვათ ქართულად, ყველაფერი არ გაქართულდება. იმიტომ რომ ამას ქართული პროგრამული უზრუნველყოფა კი არ აქვს, მექანიკურად იყენებს, მაგრამ აი ჩვენ ახლა წავალთ საინტერესო სიმულაციებში. ნახეთ, აქ არის სიმულაციები ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, დაწყებითი კლასებისათვის, მე-6 კლასის ჩათვლით და ბიოლოგიის. მე მინდა აი შევიდე ფიზიკის სიმულაციაში და ვუძებნო ერთ-ერთი სიმულაცია, ესე შევდივართ ამ პროგრამაში. აი აქ
ვხედავთ მონიშნის პრინციპი არის მე დავტოვებ ელექტროობას მხოლოდ დანარჩენს მოვხსნი გამარტივდეს ჩემთვის და ნახეთ აი დარჩა ნახეთ ელექტრული წრედები აი წრედის კონსტრუქცია ცვლადი დენი და ასე შემდეგ ხო მუდმივი დენის წრედი მოკლედ მოდით ახლა ჩვენ ავიღოთ ესეთი კონსტრუქტორი ერთ-ერთი გავხსნათ და ის რაც აი აქ ხდება რომელიც მაგალითად Tinkercad-ის პროგრამაშიც უკანა პროცესებს ჩვენ ვერ ვხედავთ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ან დაწყებით კლასებთან თუ მუშაობთ მაგალითად და STEM-ი გინდათ გააკეთოთ და მაღალ კლასთანაც რომელიც მათ შეიძლება მისი ფიზიკის ცოდნა ისეთი არ აქვს, ამ სიმულაციის გამოყენება, აი მუდმივი დენის წრედის კონსტრუქტორი. აი ხა მე აქ შევალ ნახეთ, ჩამოიტვირთება ეს ფეთი, თავიდან რაღაც პრობლემები ქონდათ, მაგრამ ახლა HTML კოდზე გადმოვიდა, ხო? ნუ, შესავალი ნაწილი მოდი თლიანად ნახოთ, არის ესეთი. შეხედეთ, აი ჩვენ გვაქვს ნატურა, ხო? რომელიც გვინდა ავანთოთ. ჩვენ გვაქვს რაღაცა დენის წყარო და ეს არის სადენები. ხედავთ, აი როგორ სადენებია. აი სადენები მე შემიძლია მივაერთო, შემდეგ გავწელო უბრალოდ ოთხკუთხედ ფორმას მივცემ წრეც, უბრალოდ კარგი შთაბეჭდილებისათვის, ხო? შევძლოთ რაღაცები ჩავსვათ, აი შევაერთე დენის წყაროსთან და აქედან კიდე ერთს გავაკეთებ, აქედან ავიღებ მეორეს, აი კიდე და შესაბამისად ეხლა ვაერთებ ერთს მეორეს. აი ხედავთ, აინთო, მაგრამ ნახეთ ბავშვები რას დაინახავენ, აი როგორ მოძრაობს დენი. მე თუ დავაჭერ აი ამ ბატარეას, მე აი ძაბა 3 ვოლტი არის. გავზარდო ძაბვა, აი მაგალითად ხა მაქსიმუმზე, აი მაგალითად 120 ვოლტი. ნახეთ როგორ გაიქცენ ელექტრონები, ხო? ამ მიმართულებით, რა. შემიძლია შევამცირო. ეს ძალიან საინტერესოა. ეხლა შეხედეთ. რო შევწყვიტო ეს სულ ყველაფერი, მე უნდა რა თქმა უნდა გავწყვიტო სიმულაცია, ამ შემთხვევაში აი ნახეთ მაკრატელი გაჭრა და სიმულაცია შეწყდა. ეხლა მე შემიძლია ჩავსვო ჩამქთველი, აი ხა ჩვენ ხო ღილაკი გამოვიყენეთ, ეს ფაქტიურად ღილაკის სქემა არის. ხო, აი ღილაკს ვაერთებ, ცოტა ლამაზად გავასწორებ. შე? დავაჭერ ჩაირთვება. დავაჭერ გამოირთვება. ასევე ჩვენ შეგვიძლია აი აქაც გავხსნათ და ბავშვებს ვაჩვენოთ როგორ მუშაობს წინაღობა. აი ნახეთ აქ არის რეზისტორი. აი რეზისტორს მე ეგ ესე შევაერთებ. გამოვწიოთ. გავიდან და გვერდზე გავწიოთ ესე, ხო? აი აქ თუ ჩავთავთ, აი ჩვენ დავინახავთ, რომ ელექტრონებმა შეამცირეს მოძრაობა, ასევე შემიძლია რეზისტორის წინაღობა შევთვალოთ და ნახეთ აი შემიძლია ისეთ მივიყვანო, ნახეთ აი საერთოდ ძლივს დაღუღავ. ჩვენ მაგალითად ვიყენებთ 220 ომის, აქ კიდევ უფრო პატარაა. ხო, აი ეს სიმულაცია არის ძალიან საინტერესო. ნახეთ რომ ბავშვებმა გამოიყენა. აქვე ისინი მაგალითად ისწავლიან ვოლტმეტრის გამოყენების წესებს, ხო? აი მე გადმოვიტანე ვოლტმეტრი სიტყვაზე, ერთი შევაერთე აი აქ. მეორე შევაერთე აი აქ. ხო? აი მეუბნება რომ 40 ვოლტის დენი გადის. მე აქ შევაერთებ, აი 40 ვოლტი არის. თუ ავწევ უფრო ზემოთ, ნახეთ აქაც ამოსახულება გაიწია. ანუ ამპერმეტრით შეიძლება, მაგრამ აი ეს კიდე არის მიმართულება შემიძლია ჩავთვლით. ხო, ძალიან საინტერესოა. დააკვირდით ელექტრონების მიმართულება არის აბსოლუტურად ერთმხარეს გვიდის, ხო? პარადოქსი არის ეს. იქ ჩვენ ვიძახით მინუსიდან პლუსისაკენ. მაგრამ თუ ვიტყვით ზოგად მიმართულებას დენისად, სიამოვნებაში პლუსიდან მინუსისაკენ არის. ეს პარადოქსი არის, მართლა ვთქვათ, ადამიანის ფიზიკოსები ხართ, ჩემზე უკეთესად ახსნით, რა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი სურვილი იყო, რომ მეჩვენებინა თქვენთვის, რომ აი ამ ინტერაქტიულ ლაბორატორიასთან ესე იგი გათამაშებაც არის ერთ-ერთი ეტაპი, სანამდე ჩვენ გენებავთ Tinkercad-ზე გადავალთ, ხო? და გნებავთ ისევ წრედებს დაუბრუნდებთ. ეს ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია, რა. კარგით, გავაჩერებ ესე იგი ჩვენ ახლა ამ იმას, მოდით გავხსნათ ეს ყველაფერი, შევწყვიტოთ. გადმოვიდეთ აქედან ისევ ჩვენს ეკრანზე
და გავაგრძელოთ ხო ჩვენ კიდე ესე იგი გვაქვს დრო 9 საათი რომ ვიმუშაოთ და უკაცრავად რატომღაც შეწყდა გამოსახულება ხო აი შევ ჩაერთო გამოსახულება და აი მოდით ახლა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ აბა ვნახოთ იგივე სახელმძღვანელოში რა არის ხოში გამოვიყენოთ ჩვენი სახელმძღვანელო და შემდეგი ეტაპი ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენა კერძოდ სვლადი წინაღობის შემოტანა. ნახეთ, აი ნახატზე მოჩანს, ეს არის ეგრეთ წოდებული პოტენციომეტრი. რეალობაში პოტენციომეტრი აი ესე გამოიყურება. ფაქტიურად ზუსტად ისეთივეა, ხო? რომ ნახოთ ისე წიგში როგორი არის, ჩამოვგვემოთ, აი ეგეთ ცალკედებს, აი ჩვენი პოტენციომეტრი. პოტენციომეტრი მოგცემს ძალიან საინტერესო რაღაც საშუალებას, კერძოდ ინტენსივობა შუქის და საერთოდ დენის გამტარობა წინაღობის ცვლილებით ესე იგი ჩვენ გემოზე მოვარგოთ. პოტენციომეტრი ბევრგან გამოიყენება, საინტერესო პროექტებში შეიძლება რომ გამოვიყენოთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ხო? ეს არის ნაწილი გარკვეული პროექტების. აი მოდით რაღაცა ინტერესი რომ გავაჩინოთ. აი მე გადავალ შემდეგ გვერდზე აქვე სანამ პოტენციომეტრის პროექტის აწყობაზე ავალ. აი უფრო საინტერესო კომპლექსური პროექტების ნახვა ჩვენ შეგვიძლია მაგალითად Arduino-ს გვერდზე. სხვა გვერდებსაც დავათვალიერებთ, ერთ-ერთი Arduino-ს გვერდი არის. აი აქ შეხედეთ, სადაც არის საზოგადოება, community, სივრცე. აქ არის პროექტების hub-ი, აი. და აქ თქვენ შეგიძლიათ მე გირჩევთ რომ დაათვალიეროთ ბავშვებთან ერთად და მოძებნოთ რაღაცა პროექტები აი მაგალითად სირთულის მიხედვით ნახეთ ჩვენ ფილტრი აქვს ძალიან საინტერესო და ავირჩიოთ ადვილი პროექტები დასაწყისში ახლა გვერდი გამოგვიყვანს მხოლოდ ადვილი პროექტებს და აი რომელიმე ადვილი პროექტი ავირჩიოთ და გავაკეთოთ და ახლა მაგალითად ჩვენ რას ვაკეთებთ იმ ტიპის პროექტი არის ეს ხო ანუ დაფის გამოყენება არის სადაც თქვენ ნახავთ აქ თქვენ მგონი ეს რა ნუ სარწყავისი ხო ტენიანობა არის და სარწყავი სისტემა დაისჭავთ ხო და სცენარის მონიტორინგის რაღაცა სისტემა. აი თქვენ ხედავთ რომ ესე გამოდის პროექტი, აქვე არის ნაწილები, სქემა, ნაჩვენები როგორ არის ასაწყობი. შემდეგ ქვემოთ რო ჩამოყავ იპოვით კოდს და ჩევებს. აი ეს არის კოდი, რომელიც ამუშავებს და თქვენ შეძლებთ უკვე თქვენი ცოდნა გამოიყენოთ და იმისათვის რომ ესეთი პროექტი გავაკეთოთ, ხო? მე აი ამაზე მინდა თქვენი ყურადღება. აი ნახეთ, ეს არის უფრო ცოტა ესეთი მარტივი, მაგრამ უფრო წინწასული პროდუქტი. კერძოდ, სცენარე უნდათ რომ ესე იგი მუწყვის მდგომარეობა, საჭიროება, მისი ტენიანობა, ნიადაგის თუ ჰაერის გაზომონ, ეს უფრო ჰაერის ტენიანობა არის, ეს კიდე ნიადაგის ტენიანობა არის, ხო? და შესაბამისად ასევე მაჩვენებელი იყოს, რომ აი მწვანე მორწვა არ ჭირდება, ლურჯი ვთქვათ, საფრთხილო არის და წითელი ძალიან ჭირდება მორწვა, ხო? უბრალოდ ხო, უბრალოდ წითელი არის რომ ჭირდება, მწვანე რომ დაიწყო რაღაცა პროცესი, ან ზომიერად ტენიანი არის და მწვანე რომ ყველაფერი ნორმაში არის, მორწვის პროცესი უნდა გავაჩერდო. ხედავთ რამდენი კომპონენტი არის. ანუ ჩვენ რა გზით მივდივართ, აი ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ ავხსნა. მადლობით როგორც დღეს ვინც იღებთ მონაწილეობას, ასევე ვინც მოისმენს ამ ვიდეოს. ჩვენი პრინციპი სწავლების ესეთი არის. მე ვსწავლობ Arduino ცალკე, LED ნათურებით ცალკე, აი ეს პატარა მიკროფონი ცალკე, შემდეგ აი ეს პატარა ეკრანი ძალიან საინტერესო, რომელზეც მონაცემები არის და ორი ტიპის სენსორი, ხო? ცალ-ცალკე მათ მოქმედებას და მე ვაერთიანებ ერთ საინტერესო პროექტში. ასე რომ ეხლა მოკლედ უბრუნდები ჩვენ სიტუაციას და გადავდივართ ისეთი საინტერესო კომპონენტის გამოყენებაზე, როგორიც არის სვლადი წინაღობა, პოტენციომეტრი და შესაბამისად ჩვენ უკვე ეხლა მოგვიწევს Arduino-ს გამოყენება. აი უკვე მე ეხლა ეკრანს ვაჩვენებ აი ამას, რა ქვია, დაუბრუნდები ისევ ამ სქემაში, ხო? ეგრე Arduino-ს მოვიტანებ. ხო, ესეთ აქ დავდოთ, შევაერთოთ. ერთადერთი Arduino-ს კაბელი არ მაქვს, მაგრამ ერთ-ერთს მოვიტანე Arduino-ს კაბელს. აი მოვიტანე Arduino-ს კაბელი.
ჩავთოთ და მოდით დავიწყოთ ახლა ავაწყოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ სქემა, ხო? მე ახლა მოდით გამოვიყვანოთ ეკრანზე, ესე იგი ჯერ ჩვენი სქემა, უბრალოდ შემთხვევაში მე სახელმძღვანელოს ავიღებ. სახელმძღვანელოს დავეყნობი სქემის ასაწყობად. ეკრანზე მეორე გამოსახულება ვერ გამოგვიყვანს, ხო? და სახელმძღვანელოთი ვიმეცე. კარგით. ხო, არა, ესე რა არის რაღაცა? აი გამოსახულება გაქრა, ერთი წესი ხონა გამოჩნდეს მაპატიეთ, მაგრამ ინტერნეტს ვერ ხო, დავიწყოთ. კარგით, ესე იგი გამოვიღოთ ახლა ისა. ყოველთვის გირჩევთ, რომ ბატარეები შიგნით მაინც არ ჩატოვოთ. და გამოვიტანოთ ეს არ დაგჭირდება ეს კომპონენტი. გავაშუფთავოთ მთლიანად ყველაფერი. ნახოთ რა კომპონენტები ჭირდება, ხო? თუ მე ვიხტუნა ჯერჯერობით ესე გავაკეთებ, თუ შევხედავთ ჩვენ აი ამ სქემას, ჩვენ გვჭირდება პოტენციომეტრი, გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ერთი ნატურა, ნუ მე ვიც გამოვიყენებ, ერთი წინაღობა გვჭირდება, ღილაკი აღარ გვჭირდება და მეორე ნატურად აქედან მოვაშოროთ, ხო? და ნახეთ სადენების რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7. კი ბატონო. დავიწყოთ. გადავიდეთ ესე იგი ყველაფერი ადგილზე გვაქვს. ესე იგი მაქვს. ვიწყოთ კეთილს. მოდი ჯერ დავიწყოთ ყველაფერი პოტენციომეტრიდან. აი ჩვენი პოტენციომეტრი, ნახეთ, მას აქვს 3 ფეხი. შუა ფეხი, რომელსაც თქვენ ხედავთ, ხო? ის უნდა შეუერთოთ ეგრეთ წოდებულ Arduino-ს ანალოგიურ პინს. ეხლა რა არის Arduino-ს ანალოგიური პინი? ნახეთ, აი ესე დავიჭერ Arduino-ს. მე ხედავთ, რომ აი აქედან შედის დენი, ავწევთ. აქედან შედის უბრალოდ აიღებს ამ შემთხვევაში დენს იმიდან, რა ქვია, კომპიუტერიდან და აქედან ბატარეიდან მომავალში თუ დამოუკიდებლად მინდა რომ ამუშაოთ, ეს არის ციფრული შესაერთებლების ზედა. მოვიდები ახლა იმ ჩემის მოქმედება მე კამერაში მიანებს. აქ არის უფრო დენის წყაროები. აი გვერდზე, სადაც არის წარწერები A0, A1, A2, A3, A4 და A5, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული ანალოგური შესასვლელები. მოდით კიდევ უფრო კარგად რომ დავინახოთ ჩვენ კვარტალები ჩქარება, მოდით გამოვიყენოთ ჩვენი საშუალება და აი აქ სქემაზე დავათვალიერებთ. ნახეთ, აი ეს საშუალო, ესე იგი მისი ფეხი, მე უნდა შევაერთო ანალოგურ, ესე იგი სიგნალთან, ამაზე კიდე საბჭოო ლაბორატორიულად დავაწყოთ, აი A2-თან და პირველთან და ხოლო ეს ორი ფეხი, სხვადასხვა სულ ერთია როგორ დავალაგებთ, მიმართულება შეიძლება დენის, მაგრამ ერთში დენ შევიყვანთ, მეორეში დამიწებას. მოდით ახლა ეს, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ, ხო? გადავდივარ ისევ ეკრანზე. ამისათვის მე დამჭირდება, ესე იგი, აი ესე ვაერთებ. ვაერთებ ისე, რომ არ შემიშალოს ნაპირმა, რომ დავატრიალო. შესაბამისად, აქ ხედავ ვიღებ ცოტა უფრო აი ესეთ რა ქვია გრძელ მართულებს ეს სამი გრძელი მართული არის ხო? და ვიწყებ მუშაობა. სხვა ყვითელი არ არის, მაგრამ შუას შევუერთებ აი ამას.
ჩინური მართულები ცოტა იბრიცება ხოლმე. აბსოლუტურად ამას ეჭო. და აი ამასაც შევერთებთ აი აქ. აი ესე შევერთებთ სამ. შესაბამისად ნახეთ ახლა როგორც სქემაზე არის ისე უბრუნდები, ნახეთ სქემას, ჩვენი სქემა, ნახეთ. დამიწება n-ი, ანუ ლიანდაგზე ვაერთებ და 1 მოდის პირდაპირ Arduino-ში. გავიმეოროთ ახლა ეს ყველაფერი. ესე იგი დამიწება n-ი 1 კიდე წამოვიღოთ და შევაერთოთ Arduino-ში. აი, შევაერთე Arduino-ში. აი, ამ შემთხვევაში ჩვენ ჯერ იგი ჩვენი პოტენციომეტრი შევაერთეთ Arduino-სთან. ხო? აი, ესე არის. ეხლა მოდით Arduino დავუკავშირდოთ ლიანდაგთან და ამ ლიანდაგში შევიყვანოთ სადენები. მე შევეცდები რომ ვიპოვოთ წითელი სადენი და შავი სადენი, მე მგონი მაქვს. სადენი და შავი სადენი, არა წითელი შავი არა, აი არა უშუალოდ აქვს. და Arduino-დან ამოვიღებ ესე იგი 5 ვოლტს. ტერმინი ამიწებას მის გვერდზე ეს დავამაგრე Arduino-ზე. ეს დავამაგრე Arduino-ზე. ეს Arduino-ზე. ესე. და შემდეგ აქედან შევიყვანე უკვე ლიანდაგში. და შესაბამისად როცა Arduino-ს ჩავთავ, ხო? და ეს დავფიქრე. Arduino-ს ოდესაც ჩავთავ, Arduino-დან n-ი შევა ლიანდაგში, გადმოვა ლიანდაგში, შემდეგ უკვე გადავა ჩვენს პოტენციომეტრში. თუ შევამოწმებთ ნახაზზე, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ზუსტად ესე არის. ნახეთ, აი ეს ელემენტი გავაკეთე, აი 5 ვოლტი და ეს შემოვიყვანე ლიანდაგში. ეხლა დაგვრჩა შესაერთებელი ნატურა. ნახეთ, ნატურა როგორ არის მიმაგრებული. მისი პლუს ფეხი არის მიმაგრებული ეგრეთ წოდებულ მეცხრე ციფრულ პინთან, პატარა ხაზაკი აქვს საქმე არის წინაღობა. მეორე მოდის დამიწებაში. მოდით ახლა ესეც გავაკეთოთ, ხო? გადავდივარ. ვისევდებ ესე იგი ჩვენ ნატურას. ჩვენ ბოტონო. აი ესე ვამაგრებ. აფაზე. მისი ადებით ფეხზე. ვამაგრებ წინაღობას. ჩავამაგრებ და მე გამოვაჩენ. ეს ჩამაგრების პროცესში კამერას ეფარება ხოლმე. ჩემი ასე ვთქვათ ფეხი. ესე. ჩავამაგრებ. წინაღობა მათ შორის. და ეხლა ორი სადენით შევიყვან აქაც დენს, ხო? იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩვენ სქემას, ხედავთ ჩვენ სქემას, აი ხა ეს გავაკეთე ზედა ნაწილი და ეხლა აქ უნდა შევიყვანო დენი, ესე იგი. აი აქ წინაღობიდან წავალ მეცხრე პინზე. ჩვენ ბოტონო. აი წინაღობიდან მე წავალ. შეიძლება იყოს მეცხრე პინზე. ევედა მეცხრე პინი. ხოდა და რაც შეეხება დამიწების ფეხს, ხო? იმას შევაერთებ ლიანდაგის დამიწებას. აი ჩვენ ბატონო ლიანდაგის დამიწებას. აი ხა უკვე სისტემა შექმნილი არის, არ ვიცი, აი რაღაც სხვადასხვანაირად მივატრიალებ ესე. და ესე მოვატრიალებ, ესე დავინახოთ. შეხედეთ, არის ჩვენი ნატურა, ხო? ნატურა ერთ ფეხზე თქვენ ხედავთ აქ არის დამიწება. აქედან მოდის მეცხრე პინზე Arduino-ში მეორე ფეხი დამიწებას. ეხლა უკვე ყველაფერი მზად არის. აი ახლა დანარჩენი უკვე ჩვენ გადავდივართ იმაზე, რომ ჩვენ ამ ჩვენ პროგრამაში უნდა ჩავთოთ ჩვენი კოდი, ხო? მე შეგახსენებთ, რომ აბა გავიხსენოთ, ხა საიდან მოგვაქვს კოდები. აი შეხედეთ, ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენ ავაწყეთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი წიგნი გამოცემული. დავიდეთ ჩვენი
წიგნი გავიქრა. ამით ციგში ეს არის ჩვენი წიგნი. ნაგები შევვალ სადაც არის წიგნი Arduino და სადაც ჩვენ გვაქვს კოდები. ჩვენ ახლა მესამე პროექტს ვაკეთებ, დაბა დავწუნდეთ, რომ შეგვიშალოს. არის ჩვენი პროექტი, არის მესამე პროექტი. აუცილებლად შეამოწმეთ. არა. ხო, მესამე პროექტი არის. მართალია მეორე აწერია, მაგრამ პირველი უფრო ნული იყო, აი ხო აუხსნი რას ვაკეთებ. გადავდივარ პირველი წიგნის კოდებში. შუალედური ვერგვერდით გამოვარ დაიბნეთ. და აი აქ ჩვენ გვაქვს აი ესეთი კოდები. აი პირველი პროექტი, შემდეგ გვაქვს მეორე პროექტი და აი ახლა ჩვენ გვაქვს ეს მესამე პროექტი. მესამე პროექტი ჩვენ უნდა ჩამოვტვირთოთ. ჩამოვტვირთავ ამ პროექტს. ის ჩამოიტვირთება ჩვენს კომპიუტერზე, აი აქ ჩამოიტვირთა, ამბო გავხსნათ აკავალდე. ხო, ეხლა ნახეთ. და მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დაუნლოდში ყველა სხვა პროექტი წავშალოთ. ამწუხაროდ ზოგჯერ კომპიუტერი იბნევა ხოლმე და აი ახლა მხოლოდ მესამე პროექტი გვაქვს აქ, ხო? მესამე პროექტს ავხსნით. აი აქ ჩვენ გვაქვს ეს სკეჩი. აი ამ სკეჩის გახსნა მოგვიწევს. ოღონდ მოდით ახლა გავაკეთოთ თავარი ამბავი. ესე იგი შევაერთოთ ჩვენი Arduino კაბელთან. ხო? პირველ კაბელთან და წავიღოთ და შევაერთოთ აი ამ თქვენ დიაგრამთან. ამით ვოთ ეს ეთებ ახლა ერთადერთი ნატურა არ მუშაობს. ეხლა ჩვენ ამ Arduino-ში ჩავტვირთავთ ამას. ამისამთვის ჩვენ ვიქცევით ესე, ხო, გადავდივართ ინტერნეტში. აუთ. ევამოწყოთ. ხუთზე ეხლა არ განვარტავთ, და ეხლა ვიქცევით შემდეგნაირად. აი ჩვენი სკეჩი. ერთად. არაკეთ აი ჩვენი ათაური აკაჩევამ
შევამოწმოთ ჩემი პროგრამა ხაზი ახლა ერო ყველაფერი აუცილებლად რაღაც შეცდომა უბრალოდ უნდა გავერკვეთ რაში არის საქმე ხო აი გავიდა მოვდივარ ჩატვირთვის ეტაპზე აი იტვირთო აი ახლა მე გადავალ ეტავთ ხო აი ნახეთ პოტენციომეტრით აუწევ დენს და აი როგორი ხო ედავთ აი შუქი მწდება ნატურაში პაპოტროლო თან ინტენსივობა და ამქრალს გავს ამერას ეს მომენტი აშკაშა ესე ამუშავდა მენი ეს თან ავშირებთ მოსულებდე ახეთ აი ამდენი დეტალები რო ვიცით უკვე ძალიან საინტერესო პროექტი მოგცემს იმის საშუალებას რომ აი როგორც მანქანებში ან განათებაში ან ეხა ახალი წელი მოდის ლედნაევრობა სამდევრულად ან ლაინთოს ან სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ პოტენციომეტრის გამოყენებით შეგვიძლია ახალ ნაძვის ხეებში გამოვიყენოთ. სახალხო ენება ასე ვთქვათ არტ შევაკიდე ერთები კამერას ერთებლები არ აქვს. პოზიციას აზიარებას მოხსენი ჩავთოთ აი ეს კამერა რითაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით. ხო, მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი პროექტი, ხო? მე იმედი მაქვს, რომ ვიღაცებს ვინც სულ ახლა იწყებენ, ეს ყველაფერი ძალიან დაეხმარება. რამე შეკითხვა ხო არ გქონდა პროცედურასთან დაკავშირებით და დღეს ამითი დავემშვიდობებით ერთმანეთს. აი უყურებ ხელი არავის აწეული არ აქვს. კი ბატონო, კიდე ერთხელ ვიტყვი, ახლა ნახეთ დას ბოლოში მაქვს ესეთი, რა ვიცი, წინადადება, იცით, ჩვენ ისე ვაგრძელებთ და სურვილი გვაქვს, რომ სხვადასხვა სკოლაში გაჩნდეს STEM კლუბები. ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობს ესეთი საშუალება, რომ ჩვენთან აი აქ ლაბორატორიაში მობრძანდეთ თქვენ ბავშვებთან ერთად, თუ გადაწყვიტავთ, რომ STEM სკოლაში დაიწყოთ ამ კლუბის გაკეთება. ნუ რა ჭირდება ახლა STEM კლუბს? ხო, ჭირდება აი რაღაც ელემენტარული რესურსების შეძენა, და ამაში მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის. რა ვიცი, აბა მოიფიქრეთ. მე დიდი სიამოვნებით მსურველებს ჩვენ შევხვდებით და გვერდში დაუდგებით და აი ესე მათ შორის დისტანციურადაც ინდივიდუალურად ანენდენი კლუბიც არ უნდა იყოს, ჩვენი მსურვილი არის, რომ გვერდში დაუდგეთ და კლუბება ნელ-ნელა ააწყონ მათ შორის აი ესეთი ელექტროინჟინერული, ასე ვთქვათ, კურსები. ალბათ თამარ, ხელი გაქვთ აწეული, შეკითხვა ხომ არა გაქვთ? შეკითხვა არა, გამარჯობა ბატონო კახა. ბატონო კახა, ჩვენ მონაწილეობდით მსოფლიო ბანკით
მიერ დაფინანსებული პროექტში. დიახ, გიგზანდებოდით თქვენ. დიახ, იქ არ ვიყავით ჩვენ, იმიტომ რომ არჩი ეს რეგიონალური შეხვედრებიდან და აღმოჩნდა რომ ჩვენი პროექტი არ იყო არ მოხდა იმაში და ძალიან გვეწყინა, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვუსმინეთ სხვებს ჩვენ დღეს 12 გამომსვლელი იყო და იმ დღეს 4 არჩიეს, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მე და ჩემი ბავშვები რომ ჩვენ იმ 4-ში მაინც მოხვდებოდით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი STEM რაღაცა გქონდა. მარტო არტი არ გქონდა ჩვენ. კარგი. ჩვენ გქონდა ჩემი ბავშვების მიერ გაკეთებული ცოტა ულამაზო სახლები და ასე შემდეგ, მაგრამ შეხედეთ და კითხვა რა შემდგომარეობს. მე მესმის. მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კიდევ ახლა სამინისტრომ რომ გააკეთა. კითხვა მდგომარეობს, უბრალოდ გეუბნებით. სამინისტრო 200 სკოლას ყურებს. 200 სკოლა შერჩეული სამინისტროს. დიახ, იმაშიც მოხვდი. თუ ხელს არ შეგიშლით ხოლმე, უბრალოდ მე დაგესწრებით, მე მაინტერესებს თქვენგან რამე ახალი ავიღოთ. იქ იმათაც ვესწრები, სოფლიო მაგ სადაც კი რამეს გავიდე, ბატონო ხახა ყველგან ვესწრები. ხო, გავდოთ ამას. შეხედეთ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი თქვენც ეხლა რომ დაითვალოთ, ხო, წარმოგიდგენთ 2080 სკოლა არის, ხო? 2080 სკოლა ერთად ვერაფერში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მეტი აი ესეთი პატარ-პატარა სხვადასხვა საინტერესო პროგრამები იქნება, ის რაღაცა 200 სკოლა რო შეარჩიეს. აგერ ეგ იყო ის რაღაცა იმებთან, სოფლიო ბანკთან ერთად თქვენც რომ მიიღეთ მონაწილეობა. სამწუხაროა, მაგრამ არაუშავს. ჩვენც მომავალ კიდე ისევ დავიწყოთ ფესტივალს და იმას. ასე რომ, რაც უფრო მეტ სივრცეს შევქმნით, სადაც ბავშვები იღებენ მონაწილეობას, მით უფრო უკეთესი არის. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ ან ონლაინ ან პირისპირ დაგერავართ და გაგვიხარდება და მე იმედი მაქვს რომ უშუალოდ ის სამინისტროსთან არსებული პროექტიც რო არის ისეთ ნელ-ნელა ამუშავდება და წესით თქვენთან რაღაცა ლაბორატორიის შესყიდვა უნდა მოხდეს და რაღაც ეს ყველაფერი ერთმანეთს შეავსებს. ასე რომ დიდი სიამოვნებით მე ვფიქრობ აქ რაც უფრო მეტი კარგი საქმე გაკეთდება, უფრო ადვილად მივალთ რომ ეს სიკეთე ყველასთან მივიდეს საქართველოში და არა რაღაც მხოლოდ გამორჩეულ ჯგუფებთან. ბატონ კახა, შეკითხვა, თქვენთან ჩხირკედელა არ იგეგმება უახლოეს მომავალში? ის რომ მქონდა ჩარშანაც იყო კონკურსი, ჩხირკედელა 2 რომ იყო. კი, 3 კი იგეგმება 2026 წელში იქნება. 26-27 სასწავლო წელში თუ გაზაფხულზე? იცით როგორ არის, ვერ გეტყვით ჯერჯერობით ზუსტად. ნახეთ, იცით რომ ჩვენთან ახლა გარკვეული რეორგანიზაცია მიდის მასწავლებელთა სახლში, პრინციპში უკვე დასრულდა, ხო? და ასე რომ ახლა უკვე საახალწლო ისენი არის და აი ახალი წლების შემდეგ ჩვენ ამასაც შეგატყობინებთ რა. და სივრცეებს მივიღებთ. მაგალითად, აქაც ვინც არიან შეკრებილი, ხო, ახლა აი ამ სივრცეში, ვინც ნელ-ნელა წამოყვება და შექმნის თავისთან კლუბებს, თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ კლუბებს, ხო? ჩვენ მათ შორის ვფიქრობთ, რომ თუნდაც ესეთი ვირტუალური სივრცეც კი გავაკეთოთ, ხო? სადაც არანაირი შეზღუდვა არავის არ ექნება და ყველას მიეცემა საშუალება, რომ გამოიტანოს ეს თავის საქმიანობა, დისკუსიის სახით გამოიტანოს, რამე საინტერესო ფორმასაც მოვიგონებთ, რომ აი უბრალოდ ყველა კი არ გამოვიდეს, რომ მე ეს გავაკეთე. შეიძლება რაღაცა ტიპის შეჯიბრება იყოს, შეიძლება არ იყოს შეჯიბრება, მაგრამ დისკუსია, კითხვები უფრო და უფრო რთული პროექტებისაკენ რო წარმართოთ, ხო? და რო გავაკეთოთ და ვნახოთ ეს სივრცეები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასე რომ მოგეცემათ, მე დარწმუნებული ვარ თქვენ და თქვენ მოსწავლეებს საშუალება, რომ ერთ-ერთ ესეთ სივრცეში აუცილებლად აღმოჩნდეთ. მადლობა. პირობას გაძლევთ. მადლობა. არკით, თუ ესე იგი სხვა შეკითხვები არ არის, მაშინ დაგემშვიდობებით, გამოვთიშავთ ჩაწერას ჯერ. მადლობას გიხდით, რომ დღეს დახარჯეთ ეს დრო ჩვენთან ერთად. რა არის გათიშოთ ზოგიერთ იშავ ჩაწერას. და შეგიძლიათ უკვე დატოვოთ ჩვენი შეხვედრის ოთახი, რომ შემდეგ